ევგენი პრიგოჟინი გახსოვთ? ევგენი პრიგოჟინმა, რომელიც მანამდე იყო პუტინის პირადი მზარეული, ოღონდ ამბიციური კაცი იყო ძალიან, შექმნა კიდევ უფრო მანამდე კერძო გასამხედროებული ფორმირება ვაგნერი და თავდაპირველად ეს ვაგნერი კი იყო პუტინის მსახური. მაგრამ უკვე შემდგომ პრიგოჟინმა კრემლისაკენ დაძრა ვაგნერის ძირითადი ნაწილები და წამოიწყო ეგრეთ წოდებული სამართლიანობის, ასე ერქვა თუ არ ვცდები, სამართლიანობის მარში. მაშინ ბევრს თუ გულახდილები ვიქნებით, ბევრს ეგონა რომ რუსეთის ძალოვან სისტემაში ისეთი ბზარი გაჩნდებოდა, ანუ პრიგოჟინი მიიმხრობდა ცალკეულ პოლიტიკოსებს, ცალკეულ სამხედროებს და ნაკერებზე გაარღვევდა თუ შემოარღვევდა კრემლს, პუტინის ხელისუფლებას, თუმცა ყველაფერი რეალურად სხვაგვარად დასრულდა, სხვაგვარად წარიმართა და დასრულდა. ამბოხი რამდენიმე ერთ დღეში, ერთ-ორ დღეში შეწყდა, თავად პრიგოჟინი კი პუტინმა მოკლა. პირდაპირ მნიშვნელობით მოკლა პრიგოჟინმა საკუთარივე ყოფილი მზარეული, რომელმაც გაბედა და პუტინის წინააღმდეგ წავიდა. დღეს კვლავ, დღეს უკვე, როდესაც უკრაინა წარმატებაზე აღწევს, კვლავ ჩნდება სამხედრო ერთი არა, რამდენიმე სამხედრო პირი, რომლებიც უკვე საჯაროდ უყენებენ პირობას, ულტიმატუმს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და აეუბნებიან, რომ თუ პუტინი რამეს არ იღონებს, ამ შემთხვევაში იქნება და მისთვის უფრო მძიმედაც კი დასრულდეს ეს ეპოპეა არა, ეს ავანტურა, რომელიც მან წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის დაჩოქება განიზრახა ჯერ კიდევ 4 წლის წინ პუტინმა, მეტი ხნის წინ პუტინმა და საბჭოთა კავშირის აღდგენა სლამობდა, აღდგენა უნდოდა პუტინს, რასაკვირველია, ახლაც უნდა, მაგრამ ახლა უკვე, როდესაც უკრაინა ბომბავს ურალს იქით, რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს და ურალს აქეთ, მოსკოვსა თუ პეტერბურგს, სევასტოპოლსა თუ სიმფეროპოლს, აგრეთვე ასე მაგალითად კრასნოდარის მხარეს, ან ნოვოროსიისკს, სხვა რეგიონებსაც, ახლა უკვე ბავშვისთვისაც, მოზარდისთვისაც კი გასაგებია, რომ პუტინი დამარცხდება ამ უკრაინისთვის საშინელ ომში, მაგრამ რუსეთისთვის კატასტროფულად რომ დამარცხდება იმ ომში და კვლავ ვიმეორებ, რომ გამოჩნდნენ სამხედროები, პრიგოჟინი მაინც არ იყო პროფესიონალი სამხედრო, რომლებიც საჯაროდ უყენებენ ულტიმატუმს პუტინს და ერთ-ერთი მათგანი ასეთი კაცი, ვილაპარაკებენ მასზე, სახელად ქვია, არ მინდა შემეშალოს და ალექსანდრე და გვარად არის ლუნინი, რომელიც ამტკიცებს, რომ თუ პირდაპირ ეთერში არ მოხდება შეხვედრა პუტინის ახსენებულ ლუნინთან, ანუ მასთან, პუტინი არ შეხვდება მას და არ მისცემენ ამის უფლებას, არმია იარაღს აისხამს, ასხული ისედაც აქვს და კრემლისაკენ დაიძვრება, ან კრემლისაკენ მიმართავს ამ ხსენებულ ასხმულ იარაღს. მართალია, ჯერჯერობით ამგვარი სამხედროები ბევრნი არ არიან და საბოლოო ჯამში ჩვენ ერთი ამ ხსენებული ლუნინის თაობაზე ვიცით და სხვა არ გამოჩენილა ყოველ შემთხვევაში საჯაროდ და ასპარეზზე, მაგრამ ესეც უკვე მრავლის მეტყველია. ლუნინი არ არის მარტო კაცი, ჩემი ფიქრით, ის ცალკეული სამხედრო პირების განწყობებს და პოზიციებს გადმოგვცემს. მან გაავრცელა ვიდეო მიმართვა, რომელშიც რაც გიხსენეთ, რაზეც ვილაპარაკე, იმაზე საუბრობს, ანუ პუტინის შემხვდეს საჯაროდ და პუტინს მე ავუხსნი, რაც ხდება რეალურად ფრონტის ხაზზეო, ეს არის ხსენებული ლუნინის სიტყვები. ერთი ადამიანის ვიდეო თავისთავად არ ნიშნავს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთში ახალი ამბოხი გარდაუვალია სამხედროების ამბოხი, ანუ პრიგოჟინი ორის გამეორება, მაგრამ ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ომის გაჭიანურება ხდება, მიმდინარეობს და ომის გაჭიანურებასთან ერთად უკმაყოფილება არა მხოლოდ რუსულ საზოგადოებაში, რიგით მოქალაქეებში იზრდება, არამედ იზრდება რუსეთის სამხედრო ელიტაში, არა სამხედროებში, ელიტაში ნაკლებად, ალბათ, ანუ კრემლში, კრემლთან თავდაცვის უწყებასთან მოკალათებულ პირებს არ ნაკლებად გულისხმობ, თუმცა მათაც გადაედებათ პირველ ყოვლისა ისინიც დაფრთხებიან და მერე უკვე ეს განწყობები, რომლებიც რიგით ჯარისკაცებს, ამ შემთხვევაში ლუნინს და სხვა შემთხვევაში ვინმე სხვას აქვს, ესეც მათაც გადაედებათ. და მარტო სამოქალაქო საზოგადოება არ არის უკმაყოფილო იმით, რაც ხდება მოცემულ ეტაპზე, არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე უკრაინაში, სადაც ვერადავერ მიაღწია პუტინმა საკუთარ
მოცანებს დასახულ მიზნებს, კერძოდ SVO-ს ფარგლებში დასახულ მიზნებს, არამედ უკმაყოფილება გრძელდება თუ იზრდება იმის გამოც, რაც ხდება უშუალოდ ან საკუთრივ რუსეთში. რუსეთის ხელისუფლებისთვის ყველაზე საშიში, ყველაზე საფრთხილო თუ გნებავთ ასე ვიტყვი, არის არა პროტესტი ქუჩიდან, იმიტომ რომ მილიონიან თუ მილიონნახევრიან მარშს პუტინი იმგვარი ტიპის მმართველია, რომ როგორღაც იქნება და გადააგორებს. მან კი არა ლუკაშენკომ გადააგორა რამდენიმე წლის წინანდელი ამბები მინსკში და ივანიშვილმაც კი, რომელიც პუტინთან შედარებით სასაცილო დიქტატორია, მანაც კი ვიყოთ გულწრფელნი, გადააგორა ის სირთულეები, რომლებსაც ის წააწყდა ამ 2.5 წლის წინ. რუსეთის პრეზიდენტისთვის ყველაზე საშიში არის ფორმიანები, პროტესტი ფორმიანების მიერ დაფიქსირებული და ფორმიანები და ეს არის ძალიან ცნობილი თეორია, ადრე თუ გვიან მას მიუბრუნდებიან და ეტყვიან, კი, მაგრამ რატომ გვაომე, რატომ დაიღუპა ჩემი მეზობელი, ჩემი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი ნათესავი, ჩემი ახლობელი, თუ ამ ხსენებული SVO-ს ფარგლებში დასახულ ამოცანებს ჩვენ უბრალოდ ვერ მივახცევთ. სწორედ ამიტომ პრიგოჟინის აჯანყება რასაკვირველია, გასახსენებელია და ისიც გასახსენებელია, რომ თავდაპირველად აი პრიგოჟინის აჯანყება ამ 2 წლის წინაც მოხდა, კრემლი გვარიანად დააფრთხო, გვარიანად შეაშინა. დღეს კი ლუნინის განცხადებას კი არ აქცევს თითქოს კრემლი ყურადღებას და რასაკვირველია, პრეზიდენტი პუტინი არ გააკეთებს არანაირ კომენტარს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მეორე მხრივ ხსენებული ლუნინი არ არის მარტო კაცი, მეთქი ერთის მხრივ ეს ვთქვი და ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ მზარდი უკმაყოფილება უკვე საჯაროდაც გამოვა ჩვენთვის ყველასთვის, ვინც ამ მოვლენებს ადევნებს თვალყურს, ცნობილი გახდება იმ სამხედროების თაობაზე, რომლებიც პუტინს გარკვეულ წინააღმდეგობას უწევენ და პუტინი დამფრთხალია იმით, რომ ემანდ ლუნინი, ბევრი ლუნინი ხო არ გაჩნდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, თუნდაც დაბალ ჩინოსნები, ლუნინი არ არის მაღალ ჩინოსანი სამხედრო, თუმცა გამოცდილი ოკუპანტია, გამოცდილი სამხედროა, ესეც უნდა ვთქვათ. რუსეთის ხელისუფლებისთვის ყველაზე საშიში სწორედ ფორმიანებისაგან კრიტიკაა და კიდევ იმ თეორიას მიუბრუნდები, აკითხარით, რომ სამხედროები ადრე თუ იქნება თუ გვიან მიუბრუნდებიან კრემლს. კრემლი ერთგვარად ჩიხურ მდგომარეობაშია. ვიდრე მას აქვს იმედი, რომ დონბასს დაიპყრობს სრულად და ამის შემდეგ დაიწყებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან, პუტინი აჩვენებს ყოველ შემთხვევაში, რომ ყინჩად არის, მაგრამ ანუ ძლიერად არის, მძლავრად არის, მაგრამ ყოველდღიურად რიგითი მოსკოველები თუ ზოგადად რუსები წმუნდებიან, რომ არა თუ დონბასს ვერ დაიპყრობს, არამედ რაც დაპყრობილი აქვს, ასე მაგალითად ყირიმი და ყირიმი უფრო მალე დაბრუნდება უკრაინაში, უკრაინა უფრო მალე სწორედ ყირიმში გაიმარჯვებს, იმასაც კი კარგავს რუსეთის ლიდერი, ესეც უნდა ვთქვათ. ეხლა ვინ არის ლუნინი? ამაზე ორი სიტყვა უნდა ვთქვათ და მე უკვე ვისაუბროთ პრეზიდენტ ზელენსკიზე, რომელმაც ფრიად საინტერესო განცხადებები გააკეთა და იქნება და მოვახერხოთ და პრეზიდენტ ტრამპზეც ვთქვათ. ორი სიტყვა. ალექსანდრე ლუნინი არის რუსეთის შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი ვორონეჟის ოლქიდან. უკრაინაში სრულმასშტაბიან ომში მონაწილეობდა ის და მედია საშუალებები ამბობენ, რომ ის მსახურობდა 150-ე მოტომსროლელ დივიზიაში. არაფერი მშრალი ინფორმაციაა საბოლოო ჯამში, მაგრამ მაინც ვინც ის და იქნება და საინტერესო. ლუნინი 39 წლისა, 87 წლის მაისშია დაბადებული, ადრე საერთოდ სხვა გვარს ატარებდა, პუსტოვალოვი იყო, თუმცა 23 წელს ლუნინად შეიცვალა, არ ვიცი რამ კავშირი აქვს თუ არა, ერთი ბგერაა საბოლოო ჯამში სხვაობა ლუნინსა და ლენინს შორის, რამე განსაკუთრებული სიმპათია აქვს თუ არა ვლადიმერ ულიანოვის მიმართ. ლუნინის თქმით, იგი 19 წლის ასაკიდან მონაწილეობს სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში და რამდენიმე ცხელ წერტილში უმსახურეს, შორისოც ამას უყურებ, ფოტოც მაქვს სადღაც თუ მოვიზიე მე ჩაგაჩვენებთ. ხო ის მისი გულკერდი დახუნძლულია სხვადასხვა ჯილდოებით, სხვადასხვა მედლებით და ის როგორც ჩანს, მაინც თუნდაც არ არის მაღალი რანგის სამხედრო, მაგრამ მაინც პატივცემული კაცია ყოველ შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის და შეიარაღებულ ძალებში. უკრაინაში ომში ლუნინი სუდოპლატოვის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის მებრძოლი იყო. ამ დანაყოფში 22 წლის დეკემბრიდან მსახურობდა, სწორედ იმ დროიდან, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში დანიშნულმა ადმინისტრაციამ ბატალიონი
ჩამოვაყალიბა. თავდაპირველად სროლელი იყო და თავდაპირველად სროლელი იყო, შემდეგ სადაზვერვო განყოფილების მეთაური გახდა და ასე შემდეგ. ლუნინის თქმით, ამჟამად აღარ იბრძვის, რადგან 25 წელს ბარსის რაზმიდან ის გააძევეს მიზედ ასახელებენ ვიდეოს, რომელშიც მან თქვა, რომ ორი სამხედრო საბრძოლო დავალებაზე ავტომატის გარეშე გააგზავნეს. ასევე ცნობილია, რომ მუშაობდა სატელესახელმწიფო უნიტარულ საწარმოში სუდოპლატოვის სახელობის რაღაც ტექნიკური განვითარების და მოსამსახურების ცენტრი. 26 წლის დასაწყისიდან ლუნინმა სხვადასხვა პლატფორმაზე საკუთარი არხების წარმოება დაიწყო. მარტიდან მის ინსტაგრამზე 700-ზე მეტი ვიდეოა გამოკეთებული. მოკლედ, კარგი ვიდეო ბლოგერად ჩამოყალიბებულა თუ კარგ ბლოგერად ინსტაგრამსა თუ ასე მაგალითად რა ქვია იმას TikTok-ზე 25 ივნისს, აი არც თუ დიდი ხნის წინ, ერთი არასრული თვის წინ, კი არა, ეხლა ცოტა ხუბასავად რამდენიმე დღის წინ რუსეთის სამხედრო მოსამსახურემ ხსენებულმა ლუნინმა ინსტაგრამზე გამოვაქვეყნა მიმართვა, რომელიც პუტინს გაუგზავნა პერსონალურად. მიაღწია თუ არა ამ ვიდეო მიმართვა პუტინამდე არ ვიცით, მაგრამ მიაღწევდა მეორეს მხრივ, იმიტომ რომ საჯაროა ეს ვიდეო მიმართვა და განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირ ეთერში შეხვედრის შესაძლებლობას არ მისცემენ, სამხედრო აჯანყება შეიძლება დაიწყოს რუსეთში. მისი თქმით, სურს პირადად მოუყვეს უამბოს პუტინს მთელი სიმართლე იმის შესახებ, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ცხადია, ლუნინის სუბიექტური არსება თუ პიროვნება იქნება, მის აღქმებს თუ მაინც და მაინც ეს შეხვედრა შედგავოთ არ შეხვდება, რასაკვირველია, ლუნინს პრიგოჟინის არ იყოს გაასაღებენ თუ მაინც და მაინც გააქტიურდება კიდევ უფრო მეტად. ასევე სამხედროს განცხადებით, მას სწორედ იმიტომ დაუკავშირდნენ, რომ პუტინმა თითქმის უკვე ნახა მისი წინა ვიდეო მიმართვა, რომელიც მან ივნისის დასაწყისში გამოვაქვეყნა. მანამდე, ვიდრე ამ წინააღმდეგობას წაგიკითხავდეთ, თუ გავიმეორებდე, მე უნდა წარმომეთქვა წინააღმდება, ლუნინი ამტკიცებს, რომ ვიდეო იმიტომ ჩაწერა, რომ მას შეხვდნენ თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. ახალ ვიდეოში ლუნინი აცხადებს, რომ ათასობით სამხედრო ორმოებში ხავთ გამოკეტილი რუსებს და აწამებენ იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს უაზრო თვითმკვლელურ ბრძანებებს. დიახ, თვითმკვლელურ ბრძანებებს რაც შეეხება ამ სამხედროები, რომლებიც რასაკვირველია საზარბაზნე ხორცია და მათ ჭკუა უმრავლეს შემთხვევაში რასაკვირველია არც მოეკითხებათ. სამხედროების ნაწილი მაინც, ვინც საზარბაზნე ხორცი კი არის, მაგრამ ჭკუა მოეკითხება, ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ისინი პირდაპირ მნიშვნელობით გაიმეტა, ანუ სასაკლაოზე გააგზავნა და რუსეთს არ აინტერესებს დაღუპულები, ზოგადად ადამიანი და დაღუპულთა რაოდენობას. მთავარია, რომ გააგრძელოს ომი უკეთეს დროებამდე და ეს უკეთესი დროება კი პუტინისთვის პერსონალურად არ დადგება. მე არ ვიცი კი არა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ლუნინი პრიგოჟინი ორსაც ვერ გაიმეორებს, უშუალოდ ეს პერსონალურად ეს კაცი, მაგრამ სამხედროებში და არა მხოლოდ სამხედროებში, მათ შორის ოლიგარქების მიერ დაფინანსებულ გარკვეულ ძალებში, ადრე იქნება თუ გვიან გამოჩნდებიან პირები, რომლებიც ეცდებიან გაჩერებას ამ დიქტატორი კაცისა, ანუ პუტინისა, რომლისთვისაც პიროვნული მომიც დაიწყო, კი არა, გრძელდება უკვე კარგახანია, იმ ვოლოდიმირთან დამარცხება უბრალოდ არ უნდა აღიარება იმისა, ეს პიროვნული რაღაც სიამაყის, პატივმოყვარეობის ამბავიც არის, არ უნდა აღიარება იმისა, რომ მის მიერ დაწყებული ეს ოპერაცია გაუთვლელი საბოლოო ჯამში, ხო, კრახით სრულდება. ახლა შეუძლია ბევრი ელაპარაკოს იმაზე, რომ ჯონსონმა ჩაშალა 2022 წელს მოლაპარაკებები, შეუძლია ელაპარაკოს, რომ ნატო რო არ ეხმარებოდეს უკრაინას, უკრაინა უკვე დამარცხებული ეყოლებოდა. შეუძლია ელაპარაკოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდა მთელი ცივილიზებული, მთელი დემოკრატიული დასავლური სამყარო, ასე ამბობს ხოლმე და რუსეთი რომ დგას და რომ უძლებს ამ ყველაფერს, უკვე მაგარია. შეუძლია აქა-იქ საკუთარივე მომხრეები გამოუშვას, აგოროს ფალავნები და თქვას, რომ ის აი მედვედევი მაგალითად ან სხვები და ისინი დაიმუქრონ, რომ ისიც რა ჩვენ თუ ეხლა დასავლეთი კიდევ დაიწყებს, გააგზელებს ომს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ ვისვით ბირთვულ ატომურ ბომბს, ბევრი რამის გაკეთება. თქმა შეუძლია იბაქიბუქოს და თქვას, რომ აი ჩვენ მანქანათმშენებლობაში თუ ენერგიის წარმოებაში ჩვენ საოცარი მიღწევები გვაქვსო, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ ისიც, რომ ლუნინი იქნება თუ სხვა იქნება, ლუნინი ალბათ მაინც ვერ იქნება, ახალ პრიგოჟინს ის ვერ გაიმეორებს, ადრე იქნება თუ გვიან მას უბრალოდ კრემლიდანვე დააყირავებენ და ეს ჩემი ვარაუდით მაინც სანეძლაოს ჩამოვედი ამ ერთი თვის წინ არც კი,
4 ივნისს უფრო ზუსტი რომ იყო, ზუსტი, იმიტომ რომ კარგად მახსოვს, მე ვთქვი რომ 27 წლის 4 ივნისს პუტინი ხელისუფლებაში ვეღარ იქნება. მეთქი მიზეზთა გამო და თუ გენერალ ბენ ჰოჯეს, ანუ მნიშვნელოვან სამხედრო პირს და სხვა სამხედრო პირებსაც ვენდობით და დაუჯერებთ, ყირიმის დაკარგვა მოხდება, ყირიმს დაკარგავს რუსეთი ძალიან მალე, ხოლო ყირიმის დაკარგვის შემდეგ ფრონტი როგორც ასეთი რუსეთს უკვე აღარ შედარებით აღმოსავლეთითაც, ან დონბასის მიმართულებით პირდაპირ მნიშვნელობით ჩამოეშლება. შეეხება ტრამპს, ესეც აღსანიშნავი ამბავია, როგორც ზუსტი ციტირებისთვის მე არ მჭირდება ჩემს მიერ დაკოპირებული ერთი ლინკი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება რუსეთის წინააღმდეგ ომს. ამას ტრამპი არ იტყოდა, არ და არასდიდებით არ იტყოდა. ამგვარი სიტყვების წარმოთქმის სურვილი რომ არ ქონდეს და კიდევ საფუძველი რომ არ ქონდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არაჩვეულებრივ, ამას მეკამათა ჩემი ერთი მეკამათა მიმჩნევთ მე და ჩემმა ერთმა კოლეგამ, რამდენად კარგი გენერალური მდივანია ნატოსი მარკ რუტე. მე მიმაჩნია რომ ის არ არის ცუდი გენერალური მდივანი. მე იმასაც ვამბობ რომ მარკ რუტე ბევრად სჯობს წინა გენერალურ მდივანს სტოლტენბერგს, აი რამდენად სჯობს, ასე მაგალითად რასმუსენს ან სოლანას ან ხეფერს, ეს კიდევ საკამათოა, მაგრამ მოკლედ არ არის უარესთა შორის. და მოკლედ ამ მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ თქვა, მარკ რუტე ის კაცია, რომელიც მუდმივად უმტკიცებს, მათ შორის ტრამპსაც, რამდენად აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა და ამ რამდენიმე დღის წინ ოვალურ კაბინეტში უკრაინის დახმარების კონტექსტში, მხარდაჭერის კონტექსტში და არა მხოლოდ წარმოუადგინა ესეთი დაფები ქონდა გაშლილი ოვალურ კაბინეტში და ტრამპს უთხრა, თქვენ რომ ბრძანდებოდეთო და მე აგიხსნით რაც ხდებაო, იქ ლაპარაკი იყო ნატოს დაფინანსებაზე, ცალკეულ სახელმწიფოებზე და ასე შემდეგ. მოკლედ მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ, შეხვედრის შემდეგ თქვა ტრამპმა ის რაც მოგახსენეთ და მე დაამატა ასე, ის საკმაოდ კარგად ართმევს თავს, როგორი კუთხითაც არ უნდა შეხედოთ ამას, ყოველ შემთხვევაში თავის პოზიციებს ინარჩუნებს ორივე მხარეს, ბევრი ადამიანი იღუპება და მე რა უფლება მაქვს, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა რომ დაახლოებით გუშინ წინ გამოაქვეყნეს ეს ცნობა ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, თუ რუსებს ეღუპებათ მინიმუმ 1300 ადამიანი დღის განმავლობაში, უკრაინელების დანაკარგი დღის განმავლობაში, ესეც ბევრია, რასაკვირველია, მაგრამ ესეც მძიმე ციფრია, მაგრამ მაინც უკრაინელების დანაკარგი არის დღეში არა უმეტეს 250, 300 ისა ბევრია, არ ვკამათობ, მაგრამ რუსები კარგავენ ბევრად მეც. ამის თქმაც მინდა ბარემ ვიტყვი ტრამპის კონტექსტში, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ტექსტურად პირველად განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში შეერთებული შტატების ნეიტრალური შუამავალი აღარ არის და უკრაინას დაეხმარება და რაღაცა უკრაინას დაეხმარება, ისედაც ეხმარებოდა. მაგრამ დაეხმარება ამა თუ იმ ფორმით, იქ არის თქვენ რომ პურლის პროგრამა არსებობს, სხვა პროგრამები არსებობს, რომლითაც ეხმარება შეერთებული შტატები უკრაინას, უკრაინა აცილებით წელგამართული იქნება. ამიტომ მე ვარაუდობ, რომ მომავალი წლის 4 ივნისს პრეზიდენტი პუტინი საკუთარ კაბინეტში კრემლში ან საკუთარ ბუნკერში ვალდაიში უბრალოდ აღარ იქნება და მას უკაცრავად მისთვის, თუმცა საუკაცრავო რა არის ამაში, დაერხევა ოლიგარქები, სამხედროები, პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები, პირები, რომლებსაც ჩვენ სახეზეც ვერ ვცნობთ, აი FSB-ს წარმომადგენლები, მოკლედ რაღაც გავლენის ჯგუფები ან გავლენის პირები პუტინს პირდაპირ მნიშვნელობით დააყირაებენ და ლუნინები და ლუნინზე უფრო სერიოზული პირები უთუოდ გამოჩნდებიან და პუტინს მიუთითებენ მისთვის კუთვნილან ჯეროვად ან რომ ეკუთვნის იმ ადგილს, ისტორიაში ხო ისედაც მითითებული აქვს, მაგრამ მაინც და კიდევ ალბათ ბოლო პასაჟი, აი ეხლა მე მინდა დავსვა კითხვა, მიხდება თუ არა ამ ყველაფერს, რომ უკრაინაში რუსეთს ერხევა, კიდევ უფრო მძიმე სიტყვის წარმოთქმაც მინდოდა პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი, ესენი იმ ტალღაზე არიან, ისეთ რაღაცეებსაც ჩადიან, ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, ისეთ რაღაცეებს აკადრებენ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას და საკუთარ გვარის შვილობასაც, ასე ვიტყვი, საკუთარ ოჯახებსაც მეთქი. მოკლედ იმგვარ ტალღაზე არიან, რომ მე ვეჭვობ და პირდაპირ გეუბნებით, რომ ისინი ვერ ხვდებიან რა უისტორიულ ეს პროცესში იმყოფება ახლა
ცივილიზებული სამყარო ან ზოგადად სამყარო ცივილიზებული თუ არა ცივილიზებული თუ გასული საუკუნის 90-იან წლებში საბჭოთა კავშირი მოკვდა, ოღონდ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა ერთგვარად დარჩა, რამაც მისცა რუსეთს საფუძველი, რომ დაეწყო უკვე რევანშისტული პოლიტიკა 91 წლის დეკემბრის მიწურულიდან 92 წლის იანვრის დასაწყისიდან და ეთქვა, რომ ჩვენ არ შევეგუებით საბჭოთა კავშირის დანგრევას, ასე მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი რაც საბჭოთა კავშირის ესე რომ უყვარს პაპუაშვილს, ესე რომ მისდირის პაპუაშვილი იმ საბჭოთა კავშირის რისაა დარჩა რუსეთის ფედერაციას, ხო არ შევეგუებით FSB-მ და KGB-მ და FSB-მ თქვეს ეს ყველაფერი და დაიწყეს რევანშისტული პოლიტიკა, ახლა მიმდინარეობს უისტორიულესი პროცესი, როდესაც რუსეთიც კი ინგრევა, ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ რას ნიშნავს ბატონო დანგრევა ფედერაციის სუბიექტებად და იშლება კი რუსეთის ფედერაციაო, მე სიმართლე გითხრათ არ მგონია, რომ ასე მოხდება, მაგრამ არც ამას გამოურიცხავ მეორე მხრივ და იმას და მეტ დამოუკიდებლობას მიიღებენ სულ მინიმუმ ფედერაციის სუბიექტები ეკონომიკურ დამოუკიდებლობას გულისხმობ, მაგალითად და თვითკმარები იქნებიან და მოსკოვის შენახვაზე გამოკვლევაზე არ იქნებიან ორიენტირებულნი, მოკლედ მოსკოვი როგორც იმპერია სრულდება ამის თქმა მინდა, არის იქ ბევრი არც თუ ნიუანსი, არ მინდა ასე რომ დავამცრო ეს და საკითხები და თქვა რომ ამას თუ ვაქცევთ ყურადღებას რას ლაპარაკობთ ეს 51 ხარისხოვანი ან მეთქი, არა, ეს არის პირველ ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთის ბირთვული პოტენციალის სათწავა, როგორ გადანაწილდება, იარსებებს თუ არა საერთოდ, ვის მიეცემა, თუ მიეცევა ვინმე საერთოდ იქნება და განადგურდეს საერთოდ და ეს არ არის ერთი და ორი დღის ამბავი, მაგრამ ესეც მოხდება. ეხლა ისევ ქართულ ოცნებაზე ორი სიტყვა და დავამთავროთ ვიდეობლოგი. ამ უისტორიულეს პროცესს ვერ ხვდება ბიზინა ივანიშვილი, პუტინზე მეტი, პუტინისტია მეთქი, ასე ვთქვი ჩემს ვიდეო ანონსში, იმ გადაცემისა, რომელიც კვირას მექნება მე ფორმულაში, სადაც ახლა ვიმყოფები, გადაცემა კონტექსტი იგულისხმება, ბიზინა ვერ ხვდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბიზინა ადეკვატური სულაც არ არის და ასე რომ ვამბობთ ხოლმე და ალბათ სამართლიანად შეშლილთა შორის შეშლილი, ანუ უშეშლილესია, კიდევ შამანების გავლენა ნები არის მასზე, შამანები ახდენენ გავლენას და იქ რაღაცებს ასმევენ და ჭყიპავენ რაღაც სითხეებით და კიდე რაღაც ხეებს ეხუტება, რომ სიცოცხლის ენერგია მიიღოს. ამ ყველაფრის მიუხედავად ბიზნეს მაინც მიახვედრებენ და რომც ვერ მიახვედრონ რა. გარშემო ისეთი ამბები მოხდება, რომ ჩვენ უკვე ძალიან უუნაროები უნდა ვიყოთ, აი არ ვიცი, ჩრდილო კორეელები უნდა ვიყოთ, რომ ანუ გამოპრუტუნებულები, რომ იმ მომენტობით ვერ ვისარგებლოთ, რა მომენტումიც გვიდგება. უბრალოდ უკეთეს ფორმაში თუ შევხვდებით, ეს გაცილებით კარგი იქნება, ნაკლები დანაკარგით მივალთ საქართველოს სრულ განთავისუფლებამდე. ნახვამდის.